სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი ჩვენ ძალიან ხშირად ვიმეორებთ მე ვარ ადამიანი რა არის ვინ არის ადამიანი ამაზე ნაკლებად ვფიქრობთ ჩვენ ძალიან უბრალოდ უყურებთ ადამიანის ღირებულებას ადამიანის ფაქტორს ჩვენ ძალიან უბრალოდ ვექცევით ჩვენს თავს და სხვა ადამიანებს ადამიანი უპირველეს ყოვლისა არის ხატი ღვთისა ადამიანი არის ის რომელიც უნდა გახდეს მსგავსება ღვთისა ადამიანი არის ის რომელიც არის გვირგვინი ქმნილებისა და ყოველივე რაც შეიქმნა ადამიანის შექმნამდე არის უნდა ემსახურებოდეს ადამიანს ჩვენმა დიდმა ადამიანმა ილია მართალმა თქვა მამული ენა სარწმუნოება აი ამ წმინდა ადამიანის ქადაგებამ და მოღვაწეობამ გადაარჩინა საქართველო მაგრამ ძველი რომაელები ამბობდნენ რომ ყველაფერი მოძრაობს და ყველაფერი იცვლის თავის ფერს ცხოვრებამ მოიტანა ახალი ფაქტები ახალი აღმოჩენები ცხოვრებამ მოიტანა ახალი პრობლემები ადამიანი გახდა მეტად მომთხოვნი ადამიანი უფრო თხოვობს ვიდრე აკეთებს და ამიტომ მოთხოვნილება ადამიანისა დღეს სულ სხვა არის მაგრამ ყველაზე საშიში არის ის რომ ადამიანმა ვერ გაიგო რა არის თავისუფლება ადამიანი დღეს არა მარტო თავისუფალია თავისი თავისუფალია არამედ მონა ცოდვისა და აი ამ ცოდვას ვემონებით ჩვენ აი როგორ გავთავისუფლდეთ ამ მონობისაგან ჩვენ ძალა არ გვაქვს ამისათვის ერთადერთი უფალს აქვს შეუძლია გაგვანთავისუფლოს ჩვენ ამ ცოდვებისაგან განსაკუთრებით ამ პარტავნებისაგან წმინდა მამები ამბობენ რომ ამ პარტავნება არის ისეთი ცოდვა რომელსაც ვერ კურნავს ვერავინ გარდა წმინდა სამებისა და ინებოს წმინდა სამებამ
რომლის სადიდებელად აღშენებულია ეს წმინდა ტაძარი, რომ ქართველი ხალხი და მაცხოვრებლები განთავისუფლდნენ ამ პარტავნებისაგან. და დღევანდელმა პირობებმა მოიტანეს ის, რომ ჩვენ გამოვთქვით კიდევ თითქოს განმარტეთ ის, რაც თქვა წმინდა ილია მართალმა და ჩვენ ვთქვით ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. უპირველეს ყოვლისა ქართველი ადამიანი ჩვენ მადლობთ უფალს, რომ არის მორწმუნე ძირითადად. ჩვენ მადლობთ უფალს, რომ ღმერთი არის ჩვენი ვიცით, ღმერთი არის ჩვენი შემოქმედი, ჩვენი მფარველი და ჩვენი მაცხოვრებელი. მაგრამ უფრო რთულად დგას საკითხი სამშობლოსი და ადამიანის. როგორც უფალი სამშობლო ერთია ქვეყანაზე და უთხოვს ჩვენს წინაპარს, მაგრამ ყველამ ვერ შეიგნო ის, რომ სამშობლო არის განსაკუთრებული მადლით მოსილი. ჩვენ სამშობლოზე გადმოვიდა მადლი სულისაწმინდისა და არ არის შემთხვევით ის, რომ საერთოდ შემთხვევით არაფერი არ ხდება. ის ფაქტი, რომ საქართველოში იყო ჩამოტანილი ღვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომ საქართველო გახდა წილხედრი ღვთისმშობლისა, არ არის შემთხვევითი და საერთოდ შემთხვევით არაფერი არ ხდება. ძალიან ხშირი შემთხვევა ყოფილა ჩვენს წარსულში, რომ მივსულ ვართ უფსკრულთან და უფალს აუყვანია ხელში საქართველო და გადმოუყვანია მშვიდობიან ადგილზე. ამას ჩვენ მუდამ ვგრძნობთ და ვმადლობთ უფალს. სამშობლო არის ჩვენი სამშობლო არის ის ქვეყანა, რომელიც მორწყულია წმინდა მოწამეების სისხლით. მე მომისმენია ჩვენი ერთ-ერთი პატრიარქისაგან, რომ ქართული მიწა რომ აიღოს ადამიანმა ხელში და გამოწუროს, სისხლი გამოუვაო. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, გაგახაროთ, გაგამრავლოთ და ღმერთმა მოგცეთ მადლი და წყალობა, სიხარული და სიყვარული, სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ამინ.